რიგარე შესხდომა პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით პრეზიდენტმა მოიწვია, თუმცა მიწვეულ ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მარგველაშვილი არ არის. დოკუმენტი დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააცნო. მსჯელობა რეგლამენტით დადგენილი პროცედურებით ამ წუთებშიც გრძელდება. თეონა ხარაბაძე განაგრძობს თემას ქუთაისიდან. პარლამენტში რიგარე შესხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა უკრაინაში დატრელებული ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვეს. რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებას, დოკუმენტი უკვე წარადგინა მაია ფანჯიკიდემ საგარეო საქმეთა მინისტრმა და თანამომხსნებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის მინისტრმა. მაია ფანჯიკიდემ თავისი სიტყვით გამოსვლა გახსნა გერმანიის პირველი კანცლერის სიტყვებით, მან ისაუბრა ევროპის მნიშვნელობაზე და ასევე დოკუმენტის მნიშვნელოვანი საკითხები განუმარტა დეპუტატებს. ფანჯიკიდის განმარტებით, დოკუმენტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს. ეს არის პოლიტიკური, დარგობრივი და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა. ასოცირების შეთანხმება შედგება პრეამბულისა და სამი ძირითადი ნაწილისაგან. კერძოდ, პოლიტიკური თანამშრომლობა, დარგობრივი თანამშრომლობა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტი. ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს 8 კარს, 34 დანარჩა და 4 ოქროს, შეადგენს 1600 გვერდს და ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტთან. ასოცირების შეთანხმება ინოვაციური, ახალი თაობის დოკუმენტია, რომელიც მოიცავს ევროკავშირთან დაახლოების კონკრეტულ მექანიზმებს, პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. ხელშეკრულება ხსნის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს თითქმის ყველა მიმართულებით. საერთო ევროპული ფასეულობების გამტკიცებასა და დაცვასთან ერთად შეთანხმებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოში უსაფრთხოების და სტაბილურობის ხელშეწყობის საკითხს და ამ პროცესში ევროკავშირის განსაკუთრებულ როლს. ხელშეკრულებაში ცალსახად ხაზგასმულია საერთაშორისო სამართლის პრინციპების, მათ შორის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების ხელშეწყობის ვალდებულება ევროკავშირის მხრიდან. თანამომხსნებელმა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი აქცენტები ეკონომიკაზე გააკეთა, როგორც კვირიკაშვილმა დღეს განმარტა, საქართველო ამ შეთანხმების შემდეგ უერთდება 28 ქვეყანას, შესაბამისად გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი, ასევე ინვესტიციების შემოდინება და ქვეყანაში დასაქმების საკითხის მოგვარდება. ამ შეთანხმების, რომლის მოკლე სახელწოდება გახლავთ DCFTA, ეგრეთ წოდებული თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმება, ამოქმედებით საქართველოში წარმოებულ საქონლასა და მომსახურებას გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას. საქართველო გახდება მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორებისათვის, რაც გამოიწვევს ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების ზრდას, ახალი ტექნოლოგიებისა და ნოუ-ჰაუს შემოსვლას, კონკურენტუნარიანი ადგილობრივი პროდუქციის გაჩენის სტიმულირებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამ წუთებში სლომათა დარბაზში პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს. პოლიტიკური დებატების დასრულების შემდეგ კი შესუნება გამოცხადება. შესუნების შემდეგ კი დეპუტატებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკომისარი შტეფან ფულე.